ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელსა და პირველ სამუსიკო სკოლაში ცნობილმა ქართველმა მუსიკოს შემსრულებლებმა მასტერკლასები ჩაატარეს. აღნიშნული ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში გაიმართა. მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სასწავლებლისა და სკოლების აღსაზრდელებმა. შეგახსენებთ, რომ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მაისის თვეში დაიწყო. ორგანიზატორთა განმარტებით ღონისძიებები დეკემბერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გალა კონცერტით დასრულდება. ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ქუთაისში ამ პროექტის ჩამოტანას ძალიან დიდხანს ველოდი, იმიტომ რომ ქუთაისი გამორჩეული მუსიკალური ტრადიციების მატარებელი ქალაქია. დღეს ვატარებთ მასტერკლასებს მე და ჩემი კოლეგები, მეგობრები, არაჩვეულებრივი მუსიკოსები. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს, რომელიც არის ამ პროექტის მხარდამჭერი. და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებელს იმისათვის რომ საშუალება გვაქვს აი ამ არაჩვეულებრივ დარბაზში ვიმეცადინოთ ჩვენ და ვამეცადინოთ არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, იმიტომ რომ ვიცი რომ დახუნცლულია და სავსეა ეს ქალაქი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით. მოგეხსენებათ ქართული კლასიკური მუსიკის კონცერტების ფარგლებში ტარდება სხვა რეგიონში კონცერტები და ბოლო ლოკაცია გახლავთ ქუთაისი და ეს სიმბოლურიც არის. ქუთაისი გახლავთ დიდი მუსიკალური ტრადიციების ქალაქი. სწორედ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ამ კონცერტებზე გახლავთ სამხატვრო ხელმძღვანელი პიანისტი თამარ იჯელი, რომელსაც არაჩვეულებრივ იცნობს ქუთაისი და განსაკუთრებული მოლოდინი აქვს ჩვენს მსმენელს. მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მსმენელი ყავს ქუთაისის კლასიკური მუსიკისა და ძალიან სწორი შემფასებელი.